სალამი მეგობრებო, ეს რაღაცაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება რა. აი, შთაგონებული ბრენდები რო არის რა. ჩვენ დაუნებურად რომ ბრენდის სახელებს პროდუქტებს ვეძახით რა. აი, მაგაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. აი, მაგალითად, რეკლამების გარეშე რომ გავიხსენოთ რა უბრალოდ რაღაცეები და აი, მაგალითად, ყველა მაღალი წნევის აპარატი, რიცხვასთან დაკავშირებული რაც არის რა, ჩვენთვის არის კერხერი. მაგალითად, მანქანა დავაკერხერით. კერხერში მივიყვანე გასარეცხად. ან რაღაც ეგეთი რა. და რეალურად კერხერი ეს აპარატი კი არ არის. ეს არის მაღალი წნევითი რიცხვის აპარატი, მაგრამ ეს ბრენდი კერხერი იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს ამ მიმართულებით, რომ ჩვენთვის ავტომატურად გახდა კერხერი. ყველაფერი, რაც რიცხვასთან არის დაკავშირებული, არის კერხერი. და ბევრჯერ მაღაზიებში გამიგია ხოლმე, შედიან და კითხულობენ მაგალითად, ბოშის კერხერი თუ გაქვთ. ბრენდმა იმდენად მოიხვეჭა ეს ყველაფერი, სანდოობა, სახელი, ხარისხი, რომ სხვა ბრენდებსაც ავტომატურად ამასთან დაკავშირებენ რა. აი, ეგეთი არის მაგალითად ძალიან ხშირად, რასაც ვიყენებთ ხოლმე, ვისაც ბავშვი ყავს, მარტივად მიხვდება პამპერსი. რეალურად პამპერსი არის ბრენდი, რომელიც აწარმოებს ბავშვის საფენებს, მაგრამ იმდენად მაღალხარისხიანი პროდუქტია და ფასად საკმაოდ მაღალი აქვს, რომ ანუ სხვა დანარჩენი კამბები იქნება თუ სხვა რამე იქნება, ყველაფერი არის პამპერსი. არ აქვს მნიშვნელობა. აი, ანალოგიური კარგი მაგალითი არის კიდე ქსეროქსი. აი, მიდიხარ სადღაც ხედავ აწერიე ქსეროქსი და ავტომატურად გახსენდება რომ რაღაცის დაკოპირება თუ გინდა, რაღაცის ასლი თუ გჭირდება, ქსეროქსი უნდა გააკეთო. არა და რეალურად ქსეროქსი ასევე არის ბრენდი, ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელი, მაგრამ შედეგად ყველა სხვა პატარა ბრენდები და მე უკვე დიდები რო გახდნენ ეგეთი ბრენდებიც სხვადასხვა მიმართულებებში გაძლიერდნენ, ყველა ავტომატურად არის დაკავშირებული მაგასთან. ან თავის დროზე იმდენად ხარისხიანი პროდუქტი შექმნა, რომ ეხლა ყველაფერი რაც აკეთებს ასლს არის ქსეროქსი ავტომატურად. ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის ასევე ჯიპი, ანუ ყველა მაღალი მანქანა, რომელიც მთაში დადის და რომელიც სამთო მანქანა, ასე ვთქვათ, ყველა არის ჯიპი. და ანუ ყველა ავტომატურად ამასთან აასოცირებს რა. ამიტომ ანუ ხარისხი ზუსტად რეალურად მაგას ნიშნავს რა, რომ ისეთ რაღაცას ქმნი, რომ მე შენი ყველა პროდუქტი და სხვისი პროდუქტებიც ავტომატურად შენთან არის დაკავშირებული რა. გამიზიარეთ თქვენ რას ფიქრობთ, რა ბრენდი გახსენდებათ ზოგადად რა. ამ მიმართულებით, აი, რომელი ბრენდი გახსენდებათ, რომელიც ავტომატურად სახელთან არის დაკავშირებული, რეალურად პროდუქტი კი არ არის, რაღაც ბრენდია, მაგრამ ავტომატურად უკავშირდება და ეგრევე ეძახით რა. და აუცილებლად არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, რომ კიდე ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ. მადლობა.